ველამშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდაძე. გორში მოხდარ ფაქტზე დაბატიმრებული პოლიციელების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. რა სიტყვიან ძალადობაში დადანაშაულებული სამართალდამცველები, ამას რამდენიმე საათში ერთად გავიგებთ. იქამდე კი გეტყვით, რომ ორი ნაცემი ახალგაზრდა მამაკაციდან ერთ-ერთი აპუნა ლოცულაშვილი ისევ კლინიკაში დაბრუნდა. ოჯახის ინფორმაციით ის წუხელ საკუთარ სახლში ოფისას შეუძლოდ გახდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ვივამედის შემდეგ მას ახლა უკვე გამოკვლევები საუნივერსიტეტო კლინიკაში უტარდება. ძალადობის წახალისება თუ სახელმწიფოს ადეკვატური პასუხი დღესაც მთავარი თემაა ის, რაზეც რამდენიმე დღე ავსაუბრობ. დაგველოდეთ დავიწყოთ ზუსტად 60 წამში, იქამდე კი თვალი გადავავლოთ ბოლოს სიახლეებს. პაპუნა ლოცულაშვილი, რომელსაც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატის ლაშა დღეშელაძის ინფორმაციით ლოცულაშვილს ჰქონდა ტკივილები და ძლიერი სისუსტე, ასევე ადვოკატი საუბრობს ფსიქოლოგიურ სტრესზე. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილი თავდაპირველად კლინიკიდან თავისი ნებით გაეწერა, შემდეგ კი მდგომარეობა გაუარესდა და მისი კვლავ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. უწყებით ცნობით ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. აღნიშნული ფაქტი ფოთის სასამართლომ სამართალდამღვრელად ცნო და გემი 100,000 ლარით დააჯარიმა. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეიდ ივენსის განმარტებით, ჯერ კიდევ გასარკვევია მოაწერს თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს ირანთან შეთანხმების წინასწარ მემორანდუმს, რადგან მხარეები კვლავ აწარმოებენ მოლაპარაკებებს რამდენიმე ფორმულირების საკითხზე. მისი განმარტებით, ირანის ბირთვულ პროგრამასა და გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ დაუზუსტებელი და განხილვის პროცესში რჩება. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ კიდეც ჩვენს პირველ სტუმარს, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, თავისუფლებას ინდისის პატიმრებს და მიეცეთ წამალი ბავშვებს. ბატონ გიორგი, მესამე დღეა არ ნელდება პოლიტიკური სპექტრის თუ საზოგადოების ასე ვთქვათ მწვავე რეაქცია გორში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით და მეტიც გაბრაზება კიდევ უფრო იზრდება, ვისმენთ რა ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლის განცხადებას, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენს ინტერვიუს ხსნით ისევ გორში მომხდარ ფაქტზე საუბრით. მაგალითად, გუშინ საღამოდან მოყოლებული მწვავე შეფასების საგანია ის, რაც თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა აქტიურმა სახემ თეატრულოკიანმა. ყველა პოლიციელს მოვუწოდებს სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა გაუხარდათ, იმ 6 პოლიციელს მინდა ვუსაყვედუროთ, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო, ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოსო. ეს არის აი გორში მომხდარზე თეატრულოკიანის მთავარი სათქმელი, რის გამოც როგორც აღნიშნა ის მწვავე კრიტიკის ობიექტია და აი ამონარიდი ერთ-ერთი პოლიტიკოსის გამოხმაურებიდან. მაგალითად, ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზია პოლიციასთან არის შემდეგი: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდესო. აი ასე კითხულობს თეატრულოკიანის განცხადების პატოს, როგორც აღნიშნე ცალკეული პოლიტიკოსი. აი თქვენ როგორ გესმით ის, რასაც ქართული ოცნების ცალკეული ხელმძღვანელი პირისგან ვისმენთ. წულუკიანის განცხადებაში ხედავთ გორში მომხდარი შემაშფოთებელი შემთხვევის დაგმობას, თუ პირიქით სახეზია ისევ და ისევ წახალისება. სამი დღეა არ ნელდება, არც უნდა განელდეს ის ვნებათა ღელვა, რომელიც სამართლიანად არის საზოგადოებაში, არა მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ ის ამსახველი ვიდეო კადრებიც ვიხილეთ, არამედ იმის გამოც, რაც შემდეგ მოხდა, ხო? რომ დააპატიმრეს რამდენიმე ადამიანი და არა ყველა, ვინც ჩართს იმ ვიდეო კადრებში, სულ 6 პირი არის დაკავებული და იქ დაახლოებით 10 პოლიციელი, უბრალოდ მუნდირჩაცმული ადამიანი ჩანს. ამ ადამიანებს არანაირი პოლიცielis ღირსება არ აქვს. დაკავებულს, არადაკავებულს, ისინი დაცლილი არიან ყოველგვარი ეთიკურობისგან, ადამიანურობისგან, კაცობისგან, ემპათიისგან. იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა უშუალოდ ვინ ურტყამდა და ვინ არა, ვინც იქ იდგა, ვინც დაინახა, რომ ეს არანაირ არც კანონში ჯდება, არც მორალურ ნორმებში და უმოქმედოდ იდგა, ზუსტად ისეთივე თანამონაწილეა, ხო? ეს არის თანამონაწილეობა დანაშაულში უმოქმედობით. ამის მერე ვიხილეთ ჩვენ
რომ საჩვენებლად ეს ადამიანები დააკავეს, იმიტომ რომ სხვა გზა უკვე აღარ ჰქონდათ. ამავდროულად ცდილობენ რომ პოლიტიკური ქულები დაიწერენ ყისიერი რეაგირება ჰქონდაო და ისევ ნაციონალურ მოძრაობას გადასწვდნენ რომ აბა გაიხსენეთო გირგვლიანის შემთხვევაო და ასე შემდეგ და წარუდგინეს ბრალი რომელიც არის სრულიად არაადეკვატური ნებისმიერი იურისტი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტიც გეტყვით რომ აქ არანაირ გადაცდომაზე საუბარი არ არსებობს. ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტი არის იმ თვალსაზრისითაც რომ გადაცდომა ისეთ აღქმას აჩენს თითქოს რაღაცის კანონიერად აკეთებდნენ, რაღაც პროცედურები მიმდინარეობდა და იქ რაღაცა ფარგლებს გასცდნენ. აქ არანაირი ფარგლების გასცენა არ არის, ხო ჯგუფურად, აი თითქოს დრამატურგია ჰქონდა, თითქოს გავარჯიშებულები იყვნენ ასეთ საქმეში, ხო, დანაწილებული ჰქონდა როლები, ერთი რას აკეთებს, მეორეს როგორ გაყავს, მესამე როგორ ურტყამს, მეოთხე როგორ უღებს. მთელი დრამატურგია, რაც კიდევ ერთხელ გვიჩენს იმის გაცდას, რომ აქ სისტემატურად ხდება ესეთი ამბები, უბრალოდ არ არის ვიდეო კამერაზე დაფიქსირებული და ამას აქვს სისტემური ხასიათი და სისტემური რომ არის, დაადასტურეს სხვა სპიკერებმაც ნაკლებად ოდიოზური ფორმით და ნაკლებად ოდიოზურებმა ვიდრე თეატრულუკიანია და თეატრულუკიანმა დააშვა ამას წერტილი, სადაც პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ ვართ ერთი, აი ეს ერთი დამპალი სისტემა, პოლიტიკური სისტემა, რომლის შემადგენელი ნაწილი არის სამართალდამცავი სისტემაც მათ შორის, ქართული ოცნების პარლამენტის წევრი ვარ თუ რიგითი პოლიციელი, ჩვენ ყველანი მემსახურებით აი ერთ საქმეს და ტრებს ნუ გავახარებთო. ანუ პირდაპირ სახეზე არის მათივე ოფიციალურად ბრალწაყენებული ადამიანების შემთხვევა და იმათ ეუბნება რომ საყვედურობთო. სისხლის სამართლის დამნაშავეებზე არის საუბარი. ეხლა მე პოლიტიკურად ვაფასებ ამას და ბუნებრივია ხა უდანაშაულობის პრეზუმპცია ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჩვენ ხო ვნახეთ ვიდეო კადრები არა? ჩვენ ვნახეთ რაც არ უნდა იყოს ეხლა მათი ბრალი ოფიციალურად ეს გადაცდომის შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მაშინ როდესაც წამების მუხლით რომ იყოს აღზრული როგორც ძალიან აშკარად ჩანს, იქ 9-დან 15 წლამდე არის პასუხისმგებლობა. და ამ ადამიანებს თეატრულუკიანი ეუბნება რომ საყვედურობთო თქვენ კი არ მოგიკვეთეთო ჩვენი სისტემიდანო, თქვენ აი ამ ჩვენი სისტემის საცეცები ხართო, მაგრამ საყვედურობთ იმიტომ რომ ფრთხილად არ მოიქეცით, იმიტომ რომ ასე აშკარად და რაღაც ღია მინდორზე, ტრიალ მინდორზე ჩაიდინეთ ის, რასაც ჩადიოდით ხოლმე და იქ იყო იმისი რისკი, რომ ვიღაცა შეიძლებოდა გადაეღეთო. ანუ მოფარებულში უნდა გექნათო. სხვანაირად როგორ უნდა წავიკითხოთ? ეხლა თეატრულუკიანის განცხადება, რომელიც იქცა ნამდვილ პოლიტიკურ ვუდუს თოჯინად ქართული ოცნებისთვის. ხო, ყველაზე მეტ სიბინძურეს ესა ქალბატონი ანთხევს, ეს ადამიანი, რომელიც მოვიდა რაღაცა სტრასბურგის წიაღიდან და მისი პოლიტიკური ევოლუცია დავიდა აი აქამდე, რომ არის ცენზორი, არის ის თავისი არალეგიტიმური კომისიის სით შესული ბოლო პერიოდში ახლა ისტორიაში, რომელიც საქართველოს ბრალსდებს რუსეთთან, ოკუპანტთან ომის დაწყებაში და აი ახლა აჟღერებს ყველაზე დიდ სიბინძურეს. ეს არის სწორედ წახალისება მომავალშიც იმ ადამიანებისა, რომლებიც აი ამ სისტემის შემადგენელი ნაწილები არიან. ისევე როგორც წახალისება იყო თავის დროზე ირაკლი კობახიძის მხრიდან ღირსების ორდენზე წარდგენა, ხარებასი, დარახველიძის და სხვების იმის პასუხად, რომ მაგნიცკის სიაში შეიყვანა ისინი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ის დანაშაულები, რომელსაც ჩვენ ვხედავდით პირდაპირ ეთერში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე, მანამდე რუსული კანონის აქციებზე, 300-ზე მეტი ადამიანი აწამეს, თქვენი კოლეგები აწამეს, პოლიტიკოსები აწამეს, თან ფორმიანებმა, მე ტიტუშკებზე არ ვსაუბრობ, ტიტუშკების შემთხვევა კიდევ რამდენი იყო. ესენი იყვნენ ოფიციალურად ფორმაში ჩაცმული მონსტრები, დათო ქაცარავა, ლევან ხაბეიშვილი, გურამ როგავა, სხვები და სხვები, როგორ აწამეს, შეითრიეს და მე გვეუბნებიან, რომ იცით რა, მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ზოგ შემთხვევაში საქმეც არ აღძრეს, ზოგ შემთხვევაში აღძრეს და რამდენჯერაც აღძრეს 170 პირი დაზარალებულად არის ოფიციალურად ცნობილი და ვინ დააკავეს? არავინ გვეუბნებიან, რომ აი აგრესიული დემონსტრანტები, წელიწადნახევარი ამას გვეუბნებოდნენ, როგორ საამაყოდ იქცევა საამაყო სტანდარტით ქართული პოლიცია
ახლა 1-2 კვირის წინ აღმოჩნდა, რომ იცით რა, თურმე რაღაც გადაცდომები მოხდა და 5 სპეცრაზმელი პასუხისგებაში მივეცი. ნუ გორის შემთხვევას რო დაუბრუნდეთ ისევ ეს ერთი შემთხვევის რეაგირებას ნაწილია, ხო? ხედავთ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან, აი 6 პოლიციელია დაკავებული, თუმცა ოპოზიციურ სპექტრში მაინც ფიქრობთ, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მოჩვენებითი რეაგირება. შესაბამისად იმოდით ამ კუთხით ჩაგეკითხებით და კიდევ ერთ კითხვას დავსვავ. აი პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით? აი ელოდებით რომ დაუსჯებიან ეს კონკრეტული პოლიციელები კანონის მთელი სიმკაცრით თუ იზიარებთ იმ პოლიტიკოსების პოზიციას, ვინც ფიქრობს, რომ ახლა კი ჩასვამენ ამ სამართალდამცველებს, მაგრამ მალე ისე გამოუშვებენ, რომ მომკითხავი არავინ იქნება. აი თქვენი აზრით რამდენად გამოიჩენს ქართული ოცნება მათი რეალურად დასჯის ნებას და შემდეგ კიდევ ერთი კითხვა მექნება გორში მომხდარ შემთხვევაზე და უკვე სხვა თემებზეც. მე რატომ გავაკეთე პარალელი სპეცრაზმელების დაკავებასთან ამ გორის შემთხვევის, იმიტომ რომ ეს არ უნდა განვიხილოთ როგორც ერთი გამოაშკარავებული დანაშაული. ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც სისტემატურად გრძელდება და მთელი სისტემა არის ამაში ჩართული. ეს იმას ნიშნავს, რომ წრანე შუქი აქვთ ანთებული ზემოდან. ანუ ქართული ოცნების ხელმძღვანელი პირებისგან ზოგ შემთხვევაში ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს, ზოგ შემთხვევაში უბრალოდ ნებართვა აქვთ რომ იმოქმედონ ისე როგორც მოესურვებათ, უფრო ჟარგონულად რომ ვთქვათ, როგორც მოეპარიანებათ და როგორც მინიმუმ აქვთ დუმილი. ანუ თუ კი მწვანე შუქი აქვთ, მაშინ ლოგიკურად კიდევ ერთი კითხვა ჩნდება ახლა რატომ ღა დააპატიმრეს? ძალიან მარტივი არის ამაზე პასუხი, იმიტომ რომ შემთხვევით აღმოჩნდა ეს ფაქტი ვიდეოზე გადაღებული და თანამედროვე სამყაროში ძალიან მარტივად ვრცელდება ესეთი ტიპის ვიდეოები სოციალური ქსელით. ახლა კი არა, 2012 წელს გვახსოვს ჩვენ ციხის კადრები. უნდა გავავლოთ ეს პარალელის, ხო? 2012 წელს ციხის კადრების გამოაშკარავებამ პრაქტიკულად აი ბოლო მურსმანი ჩააჭედა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ კუბოს ფიცარზე, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა კომპონენტიც იყო, რამაც განაპირობა მათი მარცხი. ეს ხო ფაქტია რა, საზოგადოება აღშფოთდა იმაზე, რაც თავის თვალით ნახა. მანამდეც გვესმოდა, მანამდეც ვიცოდით, რომ ციხეებში ესეთი შემთხვევები ხდებოდა, მაგრამ როდესაც საკუთარი თვალით ნახეს ადამიანებმა, მაშინ გამოიწვია ამან აღშფოთება. მაშინაც ჰქონდა სააკაშვილის რეაგირება, გახსოვთ, გადააყენა სასჯელ აღსრულების მინისტრი და სახალხო დამცველი დანიშნა, მაგრამ არ უშველა, ხო? იქაც იქნა აღიარებული ეს როგორც სისტემური დანაშაულად და აქაც არის სისტემური დანაშაული. რატომ არის ეს საშიში, იცით, რომ როდესაც სისტემური დანაშაული მთელი სისტემა რომ არის ჩართული აი ამ დანაშაულებრივ ქმედებებში, ამ თვითნებობაში, მაშინ პერიოდულად სისტემას უწევს ხოლმე სისხლის გამოშვება, ხო? ისევე როგორც 5 სპეცრაზმელის დაკავება, ვინ დაგვაჯერებს ახლა ჩვენ რომ რომელიმე სპეცრაზმელი იდენტიფიცირებული თავისთვის მაინც არ ჰყავთ. ეს ხომ ძალიან დიდი მიამიტობა იქნება, მაგრამ როდესაც ისინი სწორედაც რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელი პირებისგან, კოლექტიური კობახიძისგან, მოდი ასე დავარქვათ, ასრულებდნენ დავალებებს და ყოველ შემთხვევაში კონკრეტულ დავალებებს შეიძლება ხარებასგან თუ სხვა შუარგოლისგან, მაშინ ბუნებრივია არავის არ ჯერა რომ ვაიმე ეს ჯერთი სტანდარტიც არ არის, ხო? ყველას უნდა ჰქონდეს მაიდენტიფიცირებელი ნომერი. გვეუბნებიან რომ ამ ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლებელია, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ 5 სპეცრაზმელი უნდა დააკავოთ რაღაცის საჩვენებლად. ახლა უბრალოდ კადრებს ვერ გაექცევიან, სახეზეს ჩანან ეს ადამიანები და მოუწიათ ამ ადამიანების გაწირვა. ოღონდ გაწირვა რას ნიშნავს, ხო? მიუყენეს სხვა მუხლი, სუბუქი მუხლი, არაადეკვატური მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სხვა პასუხისჯერით, აქ საუბარი არის ძიმე დანაშაულზე, განსაკუთრებით ძიმე დანაშაულზე, სულ სხვა პასუხისგებლობის ზომა არის, სულ სხვა მსვლელობა და შინაარსი ექნება თვითონ გამოძიებასაც, მტკიცებულებების გამოკვლევას და ასე შემდეგ. ციხეში როგორ პირობებში იქნებიან ეს ადამიანები, მე არ ვიცი, მაგრამ სისტემის ასეთი დამპალი სისტემების ლოგიკა სწორედ ამას უკარნახავს, ხო? გირგვლიანის შემთხვევაზე რო საუბრობდა კობახიძე, რა იყო იქ? სააკაშვილიც ძველებული გახდა მაშინ, რომ ეს ადამიანები უნდა დაკავებული ყოფილიყო რეზონანსულობიდან გამომდინარე, მერე შეიწყალა და სწორედ ამ შეწყალების გამო მერე ისევ პასუხისგებაში მისცეს სააკაშვილი. და ახლა თავადაც მსგავსი ქმედებებით არიან დაკავებულები, იმიტომ რომ სისტემა არის მათ მიერ შექმნილი. ქართული ოცნების მიერ წახალისებული სისტემა არის პაპუაშვილების, კობახიძეების, დინარაძეების და სხვების. აქ უნდა გაიმიჯნოს, რა თქმა უნდა, უშუალო სამართლებრივი პასუხისმგებლობა
და პოლიტიკური აი მოდით ამ კუთხითაც გკითხავთ. ეხლა თქვენ თქვით რამდენიმე წუთის წინ რომ მხოლოდ 6 პოლიციელის დაპატიმრება არ არის საკმარისი. მაშინ აქვე გითხარით რა ნაბიჯები უნდა მოხდეს თქვათ იმას, რაც რამდენიმე დღის წინ გორში ვნახეთ და ხო აი ერთია თქვათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მეორეა პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაც, რასაც ოპოზიციურ სპექტრში ასევე ხედავთ. აი ვინ უნდა დატოვოს თქვენი აზრით პოლიტიკური თანამდებობები იმის გამო, რაც რამდენიმე დღის წინ ყველამ ერთად ვნახეთ. ხო, უშუალოდ გორის შემთხვევაზე დავაზუსტოთ. აქ 6 ადამიანი არის დაპატიმრებული, როდესაც 6-ზე მეტი პოლიციელი ჩანს კადრებში, ხო და როგორც მინიმუმ მოქმედობის გულისთვის ეს ადამიანები შეიძლება სხვა ბრალით მაინც უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული. ეს ერთი. მერე მიდის ეს იერარქიული პრინციპი. მათი ხელმძღვანელები რამდენად იცოდნენ მათ, რამდენად საქმის კურსში იყვნენ, რამდენად შეეძლოთ ეს გაეკონტროლებინათ, მათი პასუხისგებლობა ამ სამართლებრივ გორს ცდება ეს პასუხისგებლობა ამის ეს ყველაფერი ძალიან მარტივად მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამდე, იმიტომ რომ პოლიცია ამ სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი არის და პოლიტიკურად ეს მიდის მთავრობის ხელმძღვანელამდე. თქვენ გახსოვთ, ხო, ჯორჯ ფლოიდის ამბავი რამდენიმე წლის წინ ამერიკაში რამხელა რეზონანსი მოხდა და მთელი მოძრაობა დაიწყო, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, სადაც მსგავსი რამ მომხდარა და შეიძლება მოხდეს, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები იღებენ სხვადასხვა სახის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ნორმალური ქვეყნის სტანდარტისგან საქართველოს არის ძალიან შორს, აგერ ვნახეთ თეა წულუკიანის ნათქვამი მტერს ნუ გაახარებთო, ანუ ქართული ოცნების მტერს ნუ გაახარებთო, ჩუმად გააგზელეთ ის, რასაც გეუბნებითო. ასე რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა და მთავრობის ხელმძღვანელმა, მაგრამ სისტემა ამითი არ შეიცვლება, იმიტომ რომ სისტემას ჭირდება ერთი რამ. ისევ ქართული ოცნება როგორც მოვიდა 2012 წელს, გახსოვთ, ციხის კადრების შემდეგ იყო ესეთი ცნობილი სიმღერა სისტემა უნდა დაინგრეს. აი ესე უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში. ბატო გიორგი, დღეს პარასკევია, ამიტომ ამ კვირის სხვა აქტუალურ საკითხებსაც მინდა გადავალოთ თვალი. აუცილებლად გითხავთ 26 მაისზე, რომელსაც წელს ორმხრივი დატვირთვა ჰქონდა. ერთი მხრივ ეს იყო და არის ბუნებრივია ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, თუმცა ამავე დროს ეს იყო დღე პროტესტისა, ამიტომ ამ ყველაფერზე კარგი იქნება გითხრათ თქვენი პოზიციის შესახებ, თუმცა 26 მაისზე რამდენიმე წუთში იქამდე მინდა რომ ვისაუბროთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტზე. სახელმწიფო მდივნის აპარატის თანაშემწე ჩარლზ იოქი და ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეული რამდენიმე დღეა იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. ისინი შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლებს, სხვა შორის ცალ-ცალკე მოხდა შეხვედრები ოპოზიციურ ძალებთან და ეს გარემოებაც იქცევს ყურადღებას. აი როგორ ფიქრობთ, რატომ ცალ-ცალკე და არა ერთად და უშუალოდ შეხვედრის შინაარსობრივ ნაწილს რაც შეეხება, რა უთხარით და რა გითხრეს ამერიკელმა სტუმრებმა? ძალიან საინტერესო ნიუანსი არის თქვენს შეკითხვაში, რატომ ცალ-ცალკე და რა პრინციპით ცალ-ცალკე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ოპოზიციურ სპექტრს. ამ შეხვედრების განაწილებას მარტივად ედო საფუძვლად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების და პოლიტიკური კონფიგურაციის განაწილება. ანუ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთი ნომრის ქვეშ გამოვდიოდით 24 წლის არჩევნებზე, ასე შეხვდნენ ჩვენ, ხო? ჩვენ ანადოლიძეს თავისუფლების მოედანს, იქ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ძალას, კოალიციას ცვლილებებისთვის პოლიტიკურ ძალას ცალკე და გახარია საქართველოსთვის ცალკე. და ეს იმ მთავარ გზავნილზე, რომელიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე ძალიან დიდ ახსნასაც პოვებს ამისათვის, კერძოდ იმ ნაწილში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერას, როგორც ამას 3 წლეულზე მეტი ააკეთებს, ქართველი ხალხის მხარდაჭერას. აქვს ბუნებრივია ტრამპის ადმინისტრაციას ის დიდი ინტერესი, რომელიც გულისხმობს ტრიპის, ხო, დონალდ ტრამპის გზას საერთაშორისო მშვიდობისა და განვითარებისთვის, რომელიც არის, ხო, სომხეთსა და
აზერბაიჯანს შორის, უნდა რომ ორი ქვეყნის გარდა იყოს ამერიკას საქართველოც ამისი მონაწილე, რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკურ ლანდშაფტს, ისინი პირდაპირ აცხადებენ და მე ამას თამამად ვიტყვი თქვენს ეთერში, რომ ღრმად იმედგაცრუებულები არიან ბოიკოტის პოლიტიკით და კერძოდ იმით, რაც მოხდა გასულ წელს საქართველოში, იმიტომ რომ მიაჩნიათ პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ პოლიტიკურ ბრძოლაში და პოლიტიკურ ბრძოლას რა თქმა უნდა სხვადასხვა ხერხები აქვს, მაგრამ არ უნდა დასცილდნენ ძირითად პოლიტიკურ პროცესს, რაც გულისხმობს მათ შორის უსამართლო არჩევნებში მონაწილეობასაც, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ახლა რეჟიმის პირობებში ვართ და ძალიან კარგად ესმის ამერიკელ პარტნიორებს, როგორი არის ვითარება ამ ქვეყანაში, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რომ პოლიტიკური პატიმრები ყავს, რომ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ საქმეები არის შეკერილი და ნაწილი პოლიტიკური ლიდერებისაც ციხეში არიან. ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგად ესმის, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ხალხის წარმომადგენლობა არის მნიშვნელოვანი. ანუ ოპოზიციურმა ძალებმა თქვენი ინფორმაციით ბოიკოტის მომხრე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთგვარად შტატების უკმაყოფილება მოისმინეს შესაბამის მე გეუბნებით საკითხზე. ის, რაც მოვისმინეთ ჩვენ და მე არ მგონია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური გზავნილი ჰქონდეთ ახლა დელეგაციის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს კონკრეტული პოლიტიკა და იმ პირებს, ვინც არიან დელეგაციის წევრები, აქვს შესაბამისი მანდატი. მათ თქვენ სიტყვასიტყვით არიან ღრმად იმედგაცრუებულები ბოიკოტის პოლიტიკით, ზოგადად და მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ მანდატი ხალხისგან, რათა ისაუბრონ ხალხის სახელით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს გზავნილები ოპოზიციური სპექტრის მისამართით. რაც შეეხება გზავნილებს ქართული ოცნებისადმი მათ ძალიან კარგად ქვეყანაში შექმნილი ვითარების კონტექსტში რა პოზიციები მოისმინეთ და შეფასება არ არის დაშორებული არის დასავლურ საგარეო კურსს და ამერიკულ საგარეო პარტნიორობას როგორი საფრთხეც შეუქმნა ქართულმა ოცნებამ ეს ყველას კარგად მოეხსენება. ბუნებრივია, მათ კარგად იციან, რომ საქართველოში დემოკრატიული სივრცე პრაქტიკულად გააქვთ ქართულმა ოცნებამ, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა არის ასე შეზღუდული და მე ვერ გეტყვით ახლა რა ისაუბრეს მათ და რა საუბარი ექნებოდათ მათ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან. მე შემიძლია ის გითხრათ, რა ჰქონდათ, რა საუბარი და რა გზავნილები ჰქონდათ ჩვენთან მიმართებაში. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იმისთვის რომ საქართველოს პირველ რიგში არა კონკრეტულმა პარტიებმა, არამედ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ამ ქვეყანაში არსებობდეს პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური პროცესის კონტურები. ამ პოლიტიკური პროცესის კონტურებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტორი, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში მონაწილეობდნენ ყველა პოლიტიკურ პროცესში, რომელიც ამ შემთხვევაში უდრის პოლიტიკურ ბრძოლას, იმიტომ რომ რეჟიმთან პოლიტიკური პროცესი შეიზღადის მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლაზე. როგორც ჩვენ ვიძახდით ამას 2025 წლის არჩევნებზე, ჩვენ ამას დე-ფაქტო არჩევნებს ვეძახდით, ახალ პოლიტიკურ ბრძოლის ველს ვეძახდით და ვფიქრობთ, რომ არც ერთი ბრძოლის ველი არ არის გამოშაყენებელი იმისთვის, რათა კონსტიტუციურ ფორმებში, რა თქმა უნდა, მშვიდობიან პროტესტთან ერთად ჩვენ მოვახდინოთ რეჟიმის დემონტაჟი და რეჟიმი საბოლოოდ დავასრულოთ ამ ქვეყანაში. ეს ინტერესო თუ არსებობს, მართლაც თუ არსებობს გარკვეული წინაპირობები ვაშინგტონის მხრიდან მოთხოვნილი იმისთვის, რომ ქართულ ოცნებასთან გადაიტვირთოს ურთიერთობები, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძის განცხადებას მოისმენდით ალბათ გუშინ, პრემიერი ამბობს, რომ ამერიკულ მხარესთან გამართულ შეხვედრებზე არავითარი წინაპირობები არ ყოფილა არც პროტესტის ფარგლებში დაკავებული ადამიანების გათავისუფლების და არც ოპოზიციასთან დაკავშირებით. თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, სამწუხარო იქნება, აცხადებს ირაკლი კობახიძე. აი ხომ არ არის რეალობა ის, რომ აი წინაპირობებზე ქართული ოპოზიცია უფრო, ასე ვთქვათ, ბევრს საუბრობს, ვიდრე ვაშინგტონი და მეორე მხრივ, აი ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ
თუ კი ქართული ოცნება დაინახავს და როგორც კი ქართული ოცნება დაინახავს, რომ წინა პირობებზე იწყებს საუბარს ტრამპის ადმინისტრაცია, მასთანაც ანალოგიურად დაასრულებს კომუნიკაციას და ურთიერთობას, როგორც ეს მოხდა, ვთქვათ, ბაიდენის ადმინისტრაციის და აქეთ ევროპაში უკვე ბრიუსელთან მიმართებაში. ხო, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და ყოველ შემთხვევაში ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში როგორც დაასრულა ქართულმა ოცნებამ, ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გაგვიუქმდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ დასანქცირდა უამრავი ადამიანი, მათ შორის დასანქცირდნენ მაგნიცკის სიაში იყვნენ შეყვანილები, უმაღლესი თანამდებობის პირები და სხვა მაღალჩინოსნები, თვითონ ბიძინა ივანიშვილი, რომ ამერიკული სანქციების ქვეშ არის, ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს, ახლა მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, ბევრს ავიწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად არის დასანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და უფრო მნიშვნელოვანი ნიუანსი არის, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გაახანგრძლივა ეს სანქციები და არანაირი შეღავათი ბიძინა ივანიშვილის ისევე როგორც სხვა ოლიგარქებს, რუს ოლიგარქებს მათ შორის არ შეეხებიათ. შესაბამისად, ასეთი მარტივი ქართული ოცნებისთვის ეს ნამდვილად არ და ვერ იქნება. მე ამ ვიზიტს ჯერ ერთი არ მინდა საზოგადოებამ შეხედოს, თითქოს ეს იყო ერთი ვიზიტი, ამერიკელები წავიდნენ და ისინი აღარ ჩამოვლენ. არა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, თუმცა ეს არის პოლიტიკური პროცესი, გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესი, რაც ჩვენ ბუნებრივია ჩვენი შიდა საქმიანობით, ჩვენს ქვეყანაში, რეგიონებში სიარულით, ხო, ადამიანებთან კომუნიკაციით, ყველა იმ ფორმით, რითაც შეიძლება ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ რეჟიმის პირობებში იბრძოლოს, ვიბრძვით იმისათვის, რათა მოვიპოვოთ გაცილებით მეტი, მოვიპოვოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ერთი უცვლელი ხაზი, რომელიც წელიწად ნახევარი არ შეცვლილა. ჩვენ ამაზე უარს არც ვიძახით, არც გვითქვამს არასდროს და არც მომავალში არ ვიტყვით. მეორე საკითხი არის ამისგან გასამიჯნი, რომ ყველა ბრძოლის ველი უნდა იქნეს გამოყენებული. აი ესე ხდება პოლიტიკურ პროცესში, ასე ხდება მოლაპარაკებებშიც, ასე ხდება ბრძოლაშიც. მესამე მიმართულება რეგიონებში სიარულთან და მშვიდობიან პროტესტთან ერთად არის, რა თქმა უნდა, ჩვენს საგარეო პარტნიორებთან მუშაობა, როგორც არის ევროკავშირი და როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები. დიდი იმედი გვაქვს, რომ იმ საგარეო წნეხით, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ახორციელებს, ხო და ისევ ქართული ოცნების შეცდომებიდან გამომდინარე იზოლაციაში რომ მოიქციეს საკუთარი თავი და სამწუხაროდ ქვეყანაც, მივახცევთ იმას, რომ მეტი ჩვენი ამოცანა რომ მივახციოთ მეც და მეტი დავაწყობინოთ ამერიკასთან მუშაობის კონტექსტში კიდევ ერთი და შემდეგ 26 მაისზეც ვისაუბროთ. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიით ამერიკის შეერთებული შტატების დაინტერესებას და მათ შორის ინტერესს უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში. აი ამ ჭრილში პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით და რა შეიძლება მივიღოთ შედეგების სახით. აი მაგალითად გუშინ სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ცალკეული ოპოზიციური პოლიტიკოსის განცხადება მოვისმინეთ, რომელიც ამბობს, რომ ქართული ოცნება ჩვენს ქვეყანაში თავად არ შემოუშვებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ერთადერთი რაც ქართული ოცნების პირობებში ვაშინგტონთან შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ხელი ჩამოართვან და ფოტო გადაიღონ ამის იქით ამერიკას ესენი ამ ქვეყანაში არ შემოუშვებენო. აი ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს ასე. რა საფუძველი შეიძლება ქონდეს მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ქართულ ოცნებას არ უნდა ამერიკა საქართველოში. მაშინ რა უნდა? ქართულ ოცნებას რა უნდა ერთი საკითხი არის და მეორე საკითხი არის ქართულ ოცნებას რა მოუწევს, ხო, ახლა იმას ვერავინ ვერ უარყოფს, რომ სანქციები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ბიძინა ივანიშვილს უშუალოდ აწუხებს, ხო? მისი ფინანსური უსაფრთხოება აწუხებს, ხო? ფაქტია. ახლა ცალკე აღებული ის დიდი სიამოვნებით იქნებოდა იზოლაციაში თავის რომელიმე მამულში საქართველოში, მაგრამ როდესაც საუბარი არის ამ ხელა კაპიტალზე, როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ იზოლაციაში მყოფი ქვეყანა, რომელმაც კონკრეტული მიმართულება აირჩია საგარეო ზურგი შეაქცია ტრადიციულ პარტნიორებს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დარჩა ირანის, ჩინეთის და რუსეთის ამარა, ხო? აქაც ხო იცვლება მდგომარეობა, ირანში რა სიტუაცია და ვითარებაა ვხედავთ, ჩინეთში აგერ ამერიკის შეერთებული შტატების ამხელა ვიზიტი იყო ცოტა ხნის წინ და რუსეთს ისე არ მისდის საქმე უკრაინის ფრონტზე განსაკუთრებით, როგორც ეს თავდაპირველი გათვლა ჰქონდა ივანიშვილს, ხო? შესაბამისად, მისი ინტერესები და ინტერესებზე ფეხ ადგმული მისი ნაბიჯები ბუნებრივია რომ ცვალებადია.
სრულ იზოლაციაში ვერც ერთი სახელმწიფო, ვერც ერთი პატარა სახელმწიფო და ისეთი სახელმწიფო, რომელსაც არანაირი სხვა რესურსი, სხვა ბერკეტი საგარეო პოლიტიკაში, სხვა წონა არ გააჩნია, როგორც საქართველოა, ხო? დიდხანს ვერ იარსებებს, მას სჭირდება რაღაცა ორიენტირი. შესაბამისად, ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და ივანიშვილს ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს მოუწევს ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც ანგარიშის გაწევა, ხო? თუ არა და ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური ფასი. ამერიკის შეერთებული შტატები არ არის რუსეთივით ველური სახელმწიფო, რომელიც ისეთ ფორმებს იყენებს, როგორცაც იყენებს რუსეთი, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები არის დემოკრატიული სახელმწიფო, მსოფლიოში დემოკრატიის და მშვიდობის გარანტი, შესაბამისად, მას აქვს სხვა მეთოდები და სხვა ხერხები. დააზიანებს უფრო მეტად საქართველოს ივანიშვილის ანტიამერიკული პოლიტიკა. ამას შესაბამისი ფასი მოხდება ქვეყნის შიგნითაც, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა ეს დაინახა, საკუთარ თავზე იწვნია და კიდევ უფრო მეტად იწვნევს თუ ასე გააგრძელა ქართულმა ოცნებამ. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ვერანაირ მზაობას, თუმცა ერთი არის რა სურს და რა არის მისი შინაგანი ნება, მეორე არის ის, რისი გაკეთება მოუწევს. ეს არის პოლიტიკური პროცესი და აქ ყველამ უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც ეს დიდი ენერგია, რომელიც არის საზოგადოებაში უკმაყოფილების, უნდა გადავზარდოთ არჩევნების დღეს, როდესაც არ უნდა იყოს ის წამლეკავ უმრავლესობაში, რომელიც დათრგუნავს და დაასრულებს ქართულ ოცნებას, ისე რომ აღარანაირი აზრი არ ექნება, არანაირი არც მანიპულაციას და არც ძალადობას რეჟიმის. გადავიდეთ მოდით ამ კვირის კიდევ ერთ მთავარ თემაზე, რასაც ქვია 26 მაისი, ერთი მხრივ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ზეიმით, მეორე მხრივ კი საპროტესტო აქციით. აქციაზე ცალკე კითხავთ, იქამდე კი აი სწორედ დამოუკიდებლობის დღე და მოდით რამდენიმე გარემოებაზე ერთდროულად დაგისვავთ კითხვას. პირველ რიგში გითხარით, რა დაგანახათ ხელისუფლების პირველი პირების მიერ თავისუფლების მოედანზე გაკეთებულმა განცხადებებმა, მათ შორის განცხადებამ, რომ მაგალითად ამ განცხადებას გულისხმობ 35 წელია, რაც დამოუკიდებლად ქცევის ეკლიან გზას გავდივართ, მავანი ცდილობენ, რომ მათ წესებს მივყვეთ და საკუთარ წესებზე უარი ვთქვათ, ვიყოთ ოქროს ჯაჭვზე გამოგმულები და არ ვიყოთ დამოუკიდებელი, ეს ერთი და აქვე საქართველოს მიმართ რა დამოუკიდებულება და განწყობები ჩანდა იმ მისალოც წერილებშიც, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველმა პირებმა სხვა ქვეყნების პრეზიდენტებისა და პრემიერებისგან მრავლად მიიღო და დონალდ ტრამპიც იყო მათ შორის, თქვენ ეს გეცოდინებათ. დიახ, რა თქმა უნდა და ამაში არც რაიმე გასაკვირი არის, მით უმეტეს როგორ შეიძლება ეს ეწყინოს, ეს არის იმის გამოვლინება, რომ ტრადიციულად ჩვენი პარტნიორები, ვინც იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ევროპული ქვეყნები, დასავლური ქვეყნები და დემოკრატიული ქვეყნები არ გულისხმობ, ალბათ გეოგრაფიულ დასავლეთს, ხო? ღირებულები დასავლეთ, რომელიც არის შორეულ აღმოსავლეთშიც, მათ შორის იაპონიაში და სხვა ქვეყნებში. ეს რომ ქვეყნებს შორის არ არსებობდეს, მაშინ იქნებოდა საქართველოში გაცილებით უფრო მეტი განგაშის ზარი შემოსარეკი, ხო? აქ არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას ვინმე უჭერს მხარს. მხარს უჭერენ და მეგობრობენ და პარტნიორობენ ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს სახელმწიფოსთან, რომელიც აგერ 35 წელია არის დამოუკიდებელი და რომელიც სამწუხაროდ დღეს მართავს ქართული ოცნება, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო და ქართული ოცნება ერთი და იგივე არ არის. ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს. რაც შეეხება მათ საჯარო გამოსვლებს, ჩვენ დავინახეთ, რომ არანაირი ხსენება თუნდაც ირიბი რუსეთისა არ იყო. ცდილობენ ახლა კაპიტალიზებას სარწმუნოებაზე, წელს დაემთხვა ისევ, რომ საეკლესიო სწავლებით 1700 წელი არის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 326 წელს მოხდა, თუმცა საერო ტრადიციით 327 წელს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა ბუნებრივია არ აქვს. ამაზე ცდილობენ კაპიტალიზებას, ცდილობენ რომ მიქცია კიდეც ბევრის ყურადღება იმან, რომ საეკლესიო კომპონენტები იყო წამოწეული ამ ღონისძიებაზე. რისი თქმა უნდა ამით ქართულ ოცნებას, მაშინ ამ კითხვასაც დაგისვავთ, რადგან ეს დეტალი თქვენ თავადაც ახსენეთ. იმიტომ რომ ქართული ოცნება ცდილობს ყველაფერზე კაპიტალიზებას, რაც მას შეუძლია. მაგრამ ჩემი აზრით ეს მას აღარ გამოსდის. ხო, თავის დროზე ის მასშტაბური აქციები
რომელიც მიწერასაც ცდილობს, ხო, 17 მაისს გამოსული მრევლის მთლიანად თავის ელექტორატად წარმოჩენას რომ ცდილობს და იმდენად შორს წავიდნენ, რომ უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდებზე სამებაში მისული ხალხი მთელი საქართველო რომ ჩავიდა, ცდილობენ რომ წარმოაჩინონ ქართული ოცნების მხარდამჭერებად. როდესაც მთელი ერი იქ მივიდა და კარგად ვნახეთ ის დამკრძალავი ცერემონიის პერიოდში, როგორ ეს გადაკეტეს მთლიანად ყველაფერი, არ მიუშვეს არავინ, არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრიდან, არამედ საერთოდ განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოებრივი სახეებიც, ხო, საზოგადოებისთვის ცნობილი საყვარელი მომღერლები, ხელოვნები და ასე შემდეგ. მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა აი ქართული ოცნება, ჩაკეტილი ცერემონია, მაგრამ ეს ძალიან კარგად დაინახა ყველამ, თავის ლუსტრაცია მოახდინეს. ეს ერთი. ასევე ეს შეეხებოდა 26 მაისის აღნიშვნასაც და ყველაფერზე კაპიტალიზებას, ოღონდ რუსეთის არ გაღიზიანებასთან ერთად. ბატონო გიორგი, რადგან დამოუკიდებლობის დღეზე ვსაუბრობთ, ერთი კითხვა იმედის ქარჯზეც უნდა დაგისვათ, იმიტომ რომ აი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გვერდით ბიძინა ივანიშვილის გამოსახვამ საზოგადოებაში დიდი რეაქცია გამოიწვია, ნაწილი ამაზე აღშფოთდა, თუმცა ნაწილმა ბევრი იცინა, მაგრამ აი ამ რეაქციების მიღმა საინტერესოა რა უნდა ყოფილიყო ამ ქარდის, ასე ვთქვათ, ძირითადი მიზანი. აი საზოგადოების რა სეგმენტზე იყო გათვლილი თქვენი აზრით მესიჯი, რომ ბიძინა ივანიშვილსაც თანაზომადი როლი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში, როგორც ეს ვთქვათ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრძოლის შედეგია და აი ბევრმა კი იცინა, თუმცა ხალხის რა ნაწილზე შეიძლება ამ მესიჯმა იმუშაოს. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, ამის ხსენება მინდოდა წინა კითხვის პასუხთან ერთადაც და კარგია რომ ცალკე გამოვყავით. ეს არის როგორც საეკლესიო სფეროში არსებობს კრეხელობა, ანუ საეროში კრეხელობის მსგავსი თუ შეიძლება რამ იყოს, არის სწორედ ეს, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოსახო მართლაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მედროშეების გვერდით, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის გვერდით. აი რაღაცა თან კიდევ არ ვიცი შორს არ მინდა წავიდე იქ ჰიპოსტასებამდე და რა ჩანაფიქრები შეიძლება იმ მახინტკინში მოფიქრებულიყო ვინც ეს პროპაგანდისტული სიბინძურე გააკეთა, მაგრამ არ შეიძლება. როდესაც საუბრობდნენ თქვენ წინა კითხვაში თახსენეთ, რომ აი ოქროს ჯაჭვის სურთ, ხო, ოქროს ჯაჭვი უნდათ სწორედ მათ და იმისი ოქროს ჯაჭვი უნდათ სწორედაც რომ როდესაც ეს ტერმინი პირველად წამოვიდა მე-19 საუკუნეში, ხო, ეს ცნობილი მიმოწერა მამათა და შვილთა ბრძოლის, სადაც პირველად იქნა ნახსენები ოქროს ჯაჭვის ჯობს თავისუფლებას. ვის ოქროს ჯაჭვზეც მე-19 საუკუნეში იყო საუბარი, იმის ოქროს ჯაჭვი უკეთია ყველას ძეწყვათ ქართული ოცნების პირობებში დღეს. მათ შორის ბიძინა ივანიშვილი არის ამ ოქროს ჯაჭვის მომტანი, რომელსაც თავის წრეში ასე ინდოქტრინაცია მოახდინეს და ერის კაცად მოიხსენიებენ და ეშინიათ ერის კაცის გარდა სხვა ტერმინი ბატონ ბიძინა და ერის კაცი, აი ამ ორი ტერმინით მოიხსენიებენ ხოლმე მას. და უნდა ახლა რომ საზოგადოების ალბათ ყველაზე ბრმად მორწმუნე ორთოდოქსი ქოცების დონეზე დაიყვანონ ეს, რომ არსებობს ესეთი სამი დიდი ერის ადამიანი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ბიძინა ივანიშვილი. თუმცა მე მგონია, რომ ასეთის დამჯერებელი საქართველოში იქნება ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმცირესი ნაწილი მაქსიმუმ. კეთილი და ბოლო კითხვა უკვე 26 მაისის დღის მეორე ნახევარზე, როცა საპროტესტო აქცია ვიხილეთ, ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ მოკლედ რომ გითხრათ თქვენი პოზიცია, გუშინ სხვა შორის გახარეს პარტიის წარმომადგენელსაც ვკითხეთ და ახლა თქვენც მინდა რომ იგივე კითხვა დაგისვათ, აი რა პრობლემა იყო, რომ რუსთაველის გამზერზე ლელოც დგარიყო ამ დღეს ხალხთან ერთად. თქვენს პოლიტიკურ ძალას გულისხმობ, აქამდე ქონდათ პოზიცია და ფიქრობთ, რომ საპროტესტო კომპონენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. აი რა შეიცვალა, ახლა რატომ გაქვთ ამის საწინააღმდეგო პოზიცია? არაფერი შეცვლილა და არათუ ქონდა ეს პოზიცია გვაქვს და ამ პოზიციას ძალიან აქტიურად უჭერთ მხარს. ჩვენ მონაწილეობთ იმ დიდ საპროტესტო მოძრაობაში, რომელიც ამ ქვეყანაში წელიწად ნახევარზე მეტია
უკვე არსებობს. 26 მაისს გამოვიდა ბევრი ხალხი და მე მინდა მადლობა უთხრა თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც აჩვენა დანარჩენ მოქალაქეებსაც და ქართულ ოცნებას პირველ რიგში, რომ ის პროტესტი არ გამქრალა, რომ პროტესტი არ გამწყდარა და ვერანაირი ხელოვნური ბარიერები, დრაკონული ანტიკონსტიტუციური კანონებით, ტროტუარზე დგომის გამო დაკავებებით და ასე შემდეგ მას ვერ შეაჩერებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვამბობდით, რომ კონკრეტულად 26 მაისს, რომლის უშუალო ორგანიზატორიც იყო ოპოზიციური ალიანსი, თავდაპირველად ჩვენ მივდიოდით კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ თანაორგანიზატორები არ ყოფილიყავთ, ეს არ არის ჩვენთვის პრობლემა. უბრალოდ შემდეგ იყო ასეთი გზავნილები წამოსული, რომ ალიანსს ჰქონდა ისეთი პარტიული დღის წესრიგი, რომ სურდა კონკრეტულ ხედვებთან დაკავშირებით მიეღო ლეგიტიმაცია ხალხისგან, რომელიც ჩვენგან განსხვავებული ასეთი რამ საბედნიეროდ არ მომხდარა 26 მაისს, მაგრამ ყველას დიდი მადლობა, ვინც აჩვენა ამ ქვეყანაში ქართულ ოცნებას, რომ პროტესტი არ გამქრალა და ეს აუცილებლად უნდა გადაითარგმნოს წამლეკავ უმრავლესობაში ნებისმიერ მომდევნო არჩევნებში. მადლობა ბატონ გიორგი, სტუმრობისთვის გიორგი სიორიძეს ვამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ საიას თავმჯდომარე შემოგვიერთება, ვისაუბრებთ ისევ და ისევ გორში მომხდარ შემთხვევაზე, ასე რომ დაგვათით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ონიანია ჩვენთან ერთად. გამარჯობა თამარ და მადლობა რომ შემოგვერთით. თამარ, დღეს გორის რაიონული სასამართლო იქნება მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ვინაიდან და რადგანაც სასამართლომ სწორედ დღეს უნდა იმსჯელოს გორში 2 დღის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაპატიმრებული პოლიციელებისთვის ახკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. ჯერჯერობით მათი პოზიცია არ ვიცით, იტყვიან თუ არა რამეს დღევანდელ პროცესზე, ამას ერთად ნახავთ. იქამდე კი აი შევაფასოთ ის, რაც უკვე ვნახეთ. მარტივად გითხავთ, რა აჩვენა კადრებმა, რომელიც ჟურნალისტებმა შემთხვევით გადაიღეს, ეს შეიძლება იყოს პოლიციელთა, ასე ვთქვათ, სისასტიკის ცალკეული შემთხვევა, ანუ ერთი კონკრეტული ფაქტი, თუ ამ ძალადობაში სისტემური დანაშაულის სურათი დაინახეთ. დიახ, ორი ნაწილად გავყავთ. პირველი, რაც ჩვენ ვიხილეთ სამწუხაროდ ამ 2 დღის წინ გავრცელებულ კადრებში, ეს არ იყო უფლებამოსილების გადამეტება, როგორც ამას აკვალიფიცირებს საქართველოს პროკურატურა და ამ მუხლით წარუდგინა მან ბრალი 6 თვეს. არამედ ეს იყო გარკვეულწილად სადამსჯელო ოპერაცია, განხორციელებული ძალმომრეობით, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად. უმწევნ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მიმართ, რომელსაც ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ეს ადამიანი უბრალოდ ფაქტობრივად უმოძრავად მიწაზე გდია, რა დროსაც მას უსწორდებიან და გვესმის ასევე ამ ადამიანის განწირული ხმა, რომელმა ხმამაც სავარაუდოდ რეალურად მიაღწია კორპუსებამდე, რის გამოც ჟურნალისტებმა მოახერხეს ამ ფაქტის გადაღება და ფაქტობრივად ეს ადამიანი იხსნეს სამამულო სხვა რეპრესიებისგან, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ გვინახავს არაერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანები რეალურად ჩივიან საპოლიციო ძალადობაზე, თუმცა იმის გამო, რომ შეიძლება არ არსებობდეს ვიდეო მტკიცებულება მათ საქმეში, ამ საქმეების ბედი გაურკვეველია რაღაც განუსაზღვრელი ვადით. გამოძიება მათ ეუბნება, რომ აი ეს გამოძიება არის განგრძობადი რაიმე კონკრეტული შედეგის გარეშე და ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანს აქეთ ედავებიან სისხლის სამართლის წესით და აქეთ დაზარალებულს აქვს ბრალი წარდგენილი, რაც საგანგაშო არის თავისი შინაარსით, იმიტომ რომ იქ არც ერთი აი ამ კადრებში გავრცელებული არც ერთი ელემენტი არ მიუთითებდა იმაზე, რომ ამ ადამიანს სულ რომ აიმე წინააღმდეგობა გაეწია, ადეკვატური იყო ის ძალა, რომელიც მათთან მიმართებით გამოიყენეს. პოლიციელების მიმართ წარდგენილ ბრალზე ჩააკითხებთ, ანუ ამბობთ იმას, რომ უფრო მსუბუქი მუხლით არის დაწყებული გამოძიება, ვიდრე სინამდვილეში უნდა იყოს, იმიტომ რომ აი ეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ანუ ერთი შეხედვით არც ისე მსუბუქი მუხლია. რა კვალიფიკაცია უნდა მიეცეს მაშინ? აი რა არის ამ თვალსაზრისით საიას მოთხოვნა, არა მოდით რეკომენდაცია, ასე ვიტყვი. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ საუბრობთ კვალიფიკაციაზე, ამაზე ჩვენ არ საუბრობთ მხოლოდ სასჯელის სიმძიმიდან გამომდინარე, არამედ როგორ აკვალიფიცირებს და როგორ აფასებს ამა თუ იმ დანაშაულს საქართველოს პროკურატურა მიუთითებს იმაზე, როგორ უყურებს საერთოდ ეს სისტემა ამ ტიპის დანაშაულებს.
ჩვენ აქ არ ვხედავდით ლეგიტიმურ ძალას, როდესაც ასეთი ლეგიტიმური ძალის გამოყენების დროს შეიძლება რომელიმე პოლიციელმა გადააჭარბოს. ხო, ახლა მაყურებლისთვის რომ განვმარტო, იმიტომ რომ ეს ცოტა შეიძლება სამართლებრივი საკითხი იყოს. ზოგადად ძალის გამოყენების აკრძალვა, აბსოლუტური აკრძალვა არ არის. რიგ შემთხვევაში თუ კი რაღაც ისეთი აუცილებელი საჭიროება არსებობს, პოლიციელს შეუძლია ძალის გამოყენება, ოღონდ ეს უნდა გადიოდეს გარკვეულწილად, აი რომ შევადაროთ ბეწვის ხიდზე. ანუ ასეთი კაცრი ტესტი არის ამისთვის. ჩვენ აქ ვერ ხედავდით პირველი ლეგიტიმური ძალის გამოყენებას და რასაც ხედავდით ამის საპირწონედ იყო სადამსჯელო ოპერაცია. ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დანაშაული უნდა დაკვალიფიცირდეს სპეციალური მუხლებით. ეს სპეციალური მუხლები სისხლის სამართლის კოდექსში მოცემული არის 154 პრიმა სეკუნდა და ტერცია მუხლებში, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და რატომ? დაზარალებულისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ მასთან მიმართებით რაც მოხდა, სახელმწიფოს მიერ აღქმულ იქნეს სწორედ ისე, როგორც ეს მან განიცადა, ხო? რეალურად რაც მოხდა და არა უფლებამოსილების გადამეტებად და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ თუ გამოძიება ამ მუხლებით არ წავა, ფაქტობრივად შეიზღუდება გამოძიების ფარგლები და ფაქტობრივად მტკიცებულებები არ შეფასდება ისეთი სტანდარტით, როგორც უნდა შეფასდეს აი ამ სპეციალური კვალიფიკაციის შემთხვევაში. თამარ კიდევ ერთი, როგორც აღნიშნე, ამ ეტაპზე დაკავებული პოლიციელები დუმილის უფლებით სარგებლობენ, თუმცა შევხედოთ რა აქვს სათქმელი გორში მომხდარ შემთხვევაზე თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ხსნის, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა და აი მოკლე ციტატა მისი განცხადებიდან ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო ღონისძიება, მოქალაქე არ დაემორჩილა მოთხოვნას, სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა და შესაბამისად მოკლედ მოჰყვა ის რეაქცია, რაც სამართალდამცველების მხრიდან მოჰყვა, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. აი რამდენად შეიძლება აღნიშნულმა გარემოებებმა შეამსუბუქოს პოლიციელების მიერ ჩადენილი ქმედება, ანუ აქვს თუ არა მნიშვნელობა მიზეზებს რა უძღოდა წინ პოლიციელების მხრიდან ორ ახალგაზრდა მამაკაცზე ძალადობას. პირველ რიგში დასადგენია საერთოდ მანამდე რა მოხდა. სრულიად განსხვავებული შეიძლება იყოს დაზარალებული მხარის ისტორია და მეორე რაც მანამდე მოხდა აი ამ ციტატაში, რასაც ვისმენთ ახლა ჩვენ, ეს არ არის სამართლებრივი შეფასება, არაფერი არ ამართლებს იმ არაადამიანურ მოპყრობას, რომელიც მათთან მიმართებით განხორციელდა. ზოგადად წამების აკრძალვა, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, ეს არის აბსოლუტური აკრძალვა, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთი მანამდე არსებული წინარე გარემოება სამართლებრივად არ ამართლებს პოლიციელის მხრიდან ასეთ ქმედებას. და ეს არ არის მარტო საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნა. ეს არის საერთაშორისო სამართლის ისეთი მყარი მოთხოვნა, რომელიც არა მარტო გარანტირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელიც მაღალი ხელშეკრულების მხარეც საქართველო არის, არამედ ეს ასევე საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნაწილია. რა დანაშაულში ბრალდებული არ უნდა იყოს პირი, ან ისეთ ყოველდღიურ ენაზე რომ ვთქვათ, ეჭვმიტანილი, ხო, ეს სამართლებრივი ტერმინი არ არის. წამებას, არაადამიანურ მოპყრობას სამართლებრივად არანაირი გამართლება არ აქვს. და ამიტომაც ის კადრები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რეალურად არის არაუფლებამოსილების გადამეტება, არამედ ეს არის გამიზნული, მიზანმიმართული კონვენციური გაგებით არასთანადო მოპყრობა, რომელიც ასეთად უნდა იქნეს აღქმული და ასეთად უნდა იქნეს დასჯილი. მადლობა თამარ იმისთვის რომ გვესტუმრეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შეფასებები ამ მართლაც შემაშფოთებელ შემთხვევაზე. დღეს ამით დაგემშვიდობებით საიას თავმჯდომარე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღეს ნიუსრუმი ასრულებს მუშაობას, დასრულებულია ჩვენი სამუშაო კვირაც, შესაბამისად 11 ორ შემოწმებასთან შევხვდებით.